Ეს და თემა, რომლითაც ახლა განვაგრძობთ გადაცემას, ბოლო დროს ძალიან პოპულარულია. ცხვირის ფორმის შეცვლა ფილერით. შედეგით რამდენად კმაყოფილი არიან პაციენტები და რა რეკომენდაციებს უწევენ სპეციალისტები? ამას თამარ კობახიძისგან გავიგებთ, რომელიც სტუდიაში შემოგვერთა. მოგესალმებით, თამარ. მოგესალმებით, მეგობრებო, მივესალმებით ჩვენს ძვირფას მაყურებელს. ძალიან საინტერესო თემა გვაქვს, საუბრობთ პლასტიკურ ქირურგიაზე. პლასტიკური ქირურგია თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი განვითარებადი დარგია, რომლის დახმარებითაც ჩვენ შეგვიძლია სახესა თუ სხეულზე შევცვალოთ ის ფორმა, ნაკვთი, რაც არ მოგწონს. სხვათა შორის წინა წლებთან შედარებით და რა თქმა უნდა 21 საუკუნეშიც აქტიურად საუბრობთ საკუთარ გარეგნობაზე, საკუთარზე, იმიტომ გავუსვი ხაზი, რომ ხშირად სხვის გარეგნობაზე მარტივად გავცემთ რჩევებს, მაგრამ ბოლო დროს ეს ტრენდიც კი გაჩნდა, რომ საუბრობთ მაგალითად რა მოგწონს ჩვენს გარეგნობაში, რომ ცხვირი არის ოდნავ ჩამოწეული, ტუჩის ფორმა არის განსხვავებული, ასევე ყური გვაქვს გადმოწეული და მოგვიხდება, რომ იყოს ოდნავ გადაწეული და ასე შემდეგ. თითქოს ეს დამკვიდრდა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში გვეხმარება თანამედროვე მედიცინა. საინტერესო ალბათ ყველაზე ხშირად რა ოპერაციებს იკეთებენ, როგორც ქალები, ასევე მამაკაცები ჩვენს ქვეყანაში, თქვენი აზრით, აბა, რომელია ის ცხვირი და მკერდი ალბათ მოწინავე ადგილებზე. ცხვირი და მკერდი. კი ბატონო, მეც მე შუბლის ნაოჭები მგონია. არა, ეს უკვე ქირურგიული ჩარევა, არა, ეს ბოტოქსის კუთხით კი ბატონო. არა, ვარ ძლიერი ამ საკითხში. არა, გეთახმები, აბსოლუტურად სწორი იყო პასუხი, რომ ყველაზე ხშირად რინოპლასტიკა და მამოპლასტიკა, ასე რომ. კარგი, რა ნახოთ პასუხი. ჩვენს ქვეყანაში ყველაზე ხშირად რა პროცედურებს იკეთებენ ქალები და მამაკაცები, რა თქმა უნდა, ცხვირის აბდომინო ოპერაცია, დაწინაურება. რინოპლასტიკა და ხო, სხვათა შორის მუცლის პლასტიკას ბოლო დროს ერთ-ერთი მოთხოვნადი ოპერაცია გახდა, განსაკუთრებით ქალებში, ვიცით რომ ორსულობის დროს თავისებურად იცვლება მუცლის ნაწილი და ამ დროს საკმაოდ ლამაზად კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ მაინც ერთ-ერთი მოთხოვნადი ოპერაცია გახდა. რაც შეეხება მამაკაცებში, აქაც ცხვირის ოპერაცია, არა სამედიცინო ენაზე ვამბობ და მედიცინის ენაზე, რინოპლასტიკა და ყურის კორექცია, ესეც აქტიურად მიმართავენ ამასაც მამაკაცები. ეს არის ის ძირითადი და მთავარი ქირურგიული ოპერაციები, რომელსაც ვიყენებთ ჩვენს ქვეყანაში. სხვათა შორის, როდესაც საუბრობთ კოსმეტიკაზე, ვახოშ ეს სწორად უპასუხე. ერთ-ერთია ბოტოქსი და ფილერი, რომელსაც ხშირად ვიყენებთ. რაღაცა გამოვიცანე. ბოლო დროს თუ გაგიგიათ ასეთი ტერმინი უსისხლო რინოპლასტიკა. კი, სხვათა შორის ინტერნეტში შემოხვედრია ვიდეოები და ასე ვთქვათ, დასპონსორებული პოსტები ამასთან დაკავშირებით. თუმცა რას ნიშნავს საფწუხაროდ აღარ ვიცი. მივიდეთ მთავარ შეკითხვაზე, რომ გავცეთ პასუხი. ცხვირის კორექცია, უსისხლო ცხვირის კორექცია, რაზეც დღეს ვსაუბრობთ. ეს არის ცხვირის არეში ფილერის შეყვანა. დავიწყოთ თავიდან, როდის და რა შემთხვევაში მიმართავს ადამიანი ამ გზას, მაშინ, როდესაც არ მოსწონს ცხვირი, ან ფიქრობს, რომ წვეტი ოდნავ არის ასაწევი, ან აქვს ყეხი, აქვს გატეხილი და ფიქრობს, რომ ეს გატეხილი ადგილი უნდა შეივსოს, მიდის კოსმეტოლოგთან, მათ შორის ქირურგებიც აკეთებენ ამ პროცედურას, მიდიან და პროცედურა გრძელდება მაქსიმუმ 40 წუთი. ფილერი შეყავთ ცხვირის არეში და ეს შედეგი, რომელსაც იღებს პაციენტი, გრძელდება დაახლოებით 8 თვიდან 2 წელი. რაც ყველაზე საინტერესოა ამ ნაწილში, შედიხარ ისეთი ცხვირით, რომელიც არ მოგწონს და დაახლოებით 1 საათში გამოდიხარ ისეთი ფორმით, დიახ, სწრაფია შედეგი. მაგრამ აი ამ ნაწილში სხვათა შორის კოსმეტოლოგები და ქირურგები ვერ თანხმდებიან, მათი აზრი იყოფა. კოსმეტოლოგები ამბობენ, რომ ეს არის სრულიად უსაფრთხო პროცედურა, თუ რა თქმა უნდა ექიმი სწორად გააკეთებს ინექციას და სწორად შეარჩევს ფილერს, არ იქნება სახიფათო, მაგრამ თავად ქირურგები ამბობენ, რომ სხვათა შორის ცოტა გაგვიჭირდება ისეთი ქირურგი მოვძებნოთ, რომელიც მიესალმება ამ პროცედურას, იმიტომ რომ ამბობენ, რომ ცხვირის არე არის ისეთი, სადაც იშვიათად და ძალიან უჭირს ფილერს, რომ გაიწოვოს. შეიძლება მოხდეს ცხვირის გასიება, ფერი დაკარგოს ცხვირმა და სხვათა შორის არის ახლოს არის თვალთან და სხვათა შორის ნეკროზი, ყველაზე რთული შემთხვევაა, არასამედიცინო ენაზე რომ ვთქვათ, ქსოვილის უჯრედი კვდება, რაც საკმაოდ რთული ფორმაა და ნუ რა ხდება ამის შემდეგ უკვე აღარ გავაგრძელებ. მოკლედ აზრი იყოფა, როგორც კოსმეტოლოგებში, ასევე ქირურგებში და პაციენტებშიც იყოფა აზრი, ვინც გაიკეთა ეს პროცედურა. ნაწილი ამბობს სოციალურ ქსელს, რომ გადავხედოთ და სამედიცინო ჯგუფებს, ნაწილი მაყურებლის ყვება, რომ ეს არის ძალიან კარგი პროცედურა, მქონდათ შედეგი, გაიკეთეს, ფინანსურადაც შედარებით არის უფრო ხელმისაწვდომი და არ არის ისეთი, როგორც მაგალითად ქირურგიული ჩარევა. ვნახოთ ფოტოები, რა შედეგებით სრულდება ძირითადად კარგ შემთხვევაში ფილერის გამოყენება ცხვირის არეში. ხედავთ, რომ ოდნავ აქვს კეხი, ფილერის დახმარებით ეს არის შევსებული და გამოსწორებული
ფორმა. ეს არის დადებითი შემთხვევები, მაგრამ როგორც ნებისმიერ ამბავს, ამასაც აქვს მეორე მხარე და რა თქმა უნდა პაციენტები ყვებიან, რომ ფილერის გამოყენების შემდეგ ორ თვეში იგივე ცხვირი დაუბრუნდათ, უფრო მეტიც თითქოს ცხვირის წვეტი უფრო ჩამოვიდა. ეს უნდა მეთქვა, იგივე კიდევ კარგი შემთხვევა არის, მე მგონი, იმიტომ რომ უარეს შედეგებამდე მიდიან ხოლმე სადელო. კი ბატონო, ერთი კონკრეტული მაგალითი მინდა გაგიზიაროთ. აზიელი გოგოს ფოტოები ვრცელდება სოციალურ ქსელში. მან გადაწყვეტა, რომ გაეკეთებინა ეს პროცედურა და როგორც ის ერთ-ერთ ინტერვიუში ყვება, პროცედურის გაკეთებიდან რამდენიმე საათში დაიწყო ცხვირის შეშუპება. ცხვირმა დაკარგა ფორმა, როგორც ხედავთ, გაუწითლდა კანი, აიქერცლა და საკმაოდ ცუდი სანახავი იყო და მან თქვა, რომ ჩემ შემთხვევაში ნეკროზის საფრთხეც კი გაჩნდა. ვიცით, რომ ნეკროზის რთული შემთხვევა. აი ეს ორი მხარე არსებობს, რა დროსაც მოსწონთ პაციენტებს ეს პროცედურა, ნაწილს არ მოსწონთ, კონკრეტულად რას წერენ სოციალურ ქსელში, ეს შეგვიძლია მათ კომენტარებში მოვისმინოთ. გამარჯობა, რინოპლასტიკა თუ გაგიკეთებიათ ვინმეს, ვისაც ფილერი გქონიათ და რა შედეგები მოყვა? ექიმის თქმით, ოპერაციის დროს თავად დაშლის ფილერს, მაგრამ მაინც მინდა ვიცოდე გამოცდილება თუ გაქვთ ვინმეს. ფილერი ძალიან მტკივნეულია და არც გადასარევი შედეგი არ აქვს. თავიდან კარგად მქონდა და ეხლა 2 თვე გავიდა და საწყის ფორმას უბრუნდება. ოპერაცია ჯობდა ნამდვილად. ფილერზე დიდი სისულელე არ გამიკეთებია ცხოვრებაში. უფრო დიდი ცხვირი გამომიჩნდა. ცხვირის წვერი თითქოს გამილურჯდა, ფერი დაკარგა. ამიტომაც მეც ოპერაცია დავნიშნე. მე შედეგით კმაყოფილი ვიყავი. კეხი გამისწორდა და ცხვირის წვერი ამეწია. თუმცა ჩარევის შემდეგ დაახლოებით 2 თვეში ცხვირმა ისევ დაკარგა ფორმა. ანუ ფილერის ეფექტი ჩემ შემთხვევაში დროებითია და წელიწადში რამდენჯერმე მომიწევს გაკეთება. მგონი უფრო დიდი თანხები დამიჯდება ვიდრე ქირურგიული ჩარევა. ჯგუფებში ვკითხულობდი, რომ ბევრი იკეთებდა ფილერს ცხვირის წვერის აწევისთვის. გავიკეთე, თითქოს ცხვირმა ფორმა დაკარგა. სახის სხვა ზონებისგან განსხვავებით, ცხვირის ნაწილში კანმა ფერი შეიცვალა. რისი ბრალი შეიძლება იყოს? ფილერის ხარისხი არ იყო კარგი? ასეთია პაციენტების გამოცდილება, როგორც ნახეთ და მოვისმინეთ, მთავარი შეკითხვა შეიძლება თუ არა ფილერის შემდეგ ისევ გაკეთდეს ოპერაცია, კითხვები დასმულია, ახლა ამ კითხვებზე სპეციალისტის პასუხები უნდა მოვისმინოთ, თემის ნაწილს უკვე ჩვენი წამყვანების სტუმართან ერთად აგრძელებენ. დიდი მადლობა თამარ, ნამდვილად საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყო იმისთვის, რომ ვიცოდეთ ყოველ შემთხვევაში სადამდე შეიძლება მივიდეთ ამ ერთი შეხედვით უწყინარი პროცედურისგან. ახლა შემოგვიერთდება თემაზე სასაუბროთ ჩვენი სტუმარი ბაია კუზანოვასთან განვაგრძობთ თემაზე საუბარს და გავიგებთ ზოგადად რამდენად შეიძლება ფილერის შემდგომ უკვე პლასტიკური ქირურგია. დილამშვიდობისა, დიდი მადლობა სტუმრებისთვის, რა თქმა უნდა, პლასტიკურ ქირურგიაზე ვისთან ვისაუბრებდით თუ არა კუზანოვების დიდი წარმომადგენელთან ერთად. ბაია, ერთ-ერთი შემთხვევა, რომელზეც ისაუბრა თამარმა, ხო ჩვენ მოვისმენთ არაერთი კომენტარი. ვიღაცას კარგი შედეგი აქვს, ვიღაცას ცუდი, ერთ-ერთი იყო, როდესაც ფილერის შემდგომ უკვე დაკარგა ცხვირმა ფორმა, თითქოს უფრო შეცივდა და ფერი შეიცვალა კანმა. აი, ახლა სამედიცინო თვალსაზრისით რომ გითხრათ, რა შეიძლება ეს იყოს? საერთოდ ცხვირი არის რთული ანატომიური სტრუქტურა. მასში შედის ძვალი, ხრტილი, ლორწოვანი კანი, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი. ასე რომ ის როგორი ნაზი და ისეთ საფრთხილო ორგანოა, ის ალბათ იცის ალბათ მხოლოდ ქირურგმა. რატომ? იმიტომ რომ გახსნილი ცხვირი ნანახი აქვს და ზუსტად იცის რა სტრუქტურები დახვდება შიგნით და როგორ უნდა მოეპყრო ამ სტრუქტურებს. საერთოდ არ მეგულება პლასტიკური ქირურგი, რომელიც ცხვირში ფილერის შეყვანას მიესალმება. და შესაბამისად არც თქვენ ამოხდებით ასე. არა, ჩვენ გვაქვს ჩემს კლინიკას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ფილერიანი ცხვირების გამოსწორებით, ასევე ძალიან ბევრი გართულება გვაქვს ნანახი, როგორც აჩვენეს, ეს შეწითლება, ეს არის ჩვეულებრივი ანთებითი პროცესი, რომელიც ზოგთან მთავრდება კარგად მედიკამენტოზური ჩარევის შედეგად და ზოგთან მთავრდება საკმაოდ ცუდად, რაც საბოლოოდ ყველაზე ცუდი შედეგი ეს არის ნეკროზი. როგორც წესი ფილერს ორ ადგილას შეყავთ, ეს არის კოლუმელის ადგილას, რაც წევს ცხვირს ზევით. კი, ცხვირის წვერს ზევით და ასევე ხდება კეხის მოდელირება. დიახ, კეხის მოდელირება, შევსება. ეს ძალიან სასიამოვნოდ ჟღერს, ხო? 20 წუთში შეხვალ, ამაზე ცხვირით გამოხვალ. ფასიც დაბალია და რეაბილიტაციას არ საჭიროებს, მაგრამ არსებობს ძალიან დიდი მაგრამ, რომ რა მოყვება ამას მერე.
როდესაც კეხში შეყავთ ფილერი, მათ გონიათ, რომ ამას გაასწორებენ და პირიქით შენ შემაერთებელ ქსოვილს ამატებს ზევიდან და უფრო მოცულობით ხდი ამ ცხვირს და რომ შეხედავ ესეთ ადამიანს, ანუ უფრო გაზრდილი აქვს ცხვირი, უფრო შეშუპებული და სწორი, მაგრამ დიდი. ხო, აი ეს არის, რომ ყველა რომ მოდის, აქვთ აი ეს ერთნაირი მოჭრა, ესე რომ ვთქვათ, რა, აი წაგრძელებული დიდი დინგივით აქვთ და მაგიტომაც აი ძალიან კატეგორიულად წინააღმდეგები ვართ ფილერს ცხვირში, თორე სხვაგან, ყრიმალში, ყველგან კანქვეშ მივესალმებით პირიქით. ერთი რამ რო დავასწოროთ. ვიკეთებთ და ასე შემდეგ. ფილერი თავისთავად შინაარსობრივად კი არ არის ცუდი და მიუღებელი თქვენთვის ქირურგებისთვის. არამედ ფილერის გამოყენება უშუალოდ ცხვირთან მიმართებით. კი ბატონო, ის პრობლემები, რაზეც ვისაუბრეთ და გართულებები, ზოგადად აი შეგიძლიათ აი პროცენტული მაჩვენებელი თუ შეგიძლიათ რამდენად ხშირია? ხშირია გართულებები, მეგეთი ხშირი არ მოდის ჩვენთან ალბათ თვითონ ხდება მათ მიერ ამის კუპირება, მაგრამ მე რამდენი პაციენტიც მყავს ეგეთი ნანახი ჩემიც და ჩემი სხვისიც, ვისაც კი ფილერი ოდესმე გაუკეთებია, ყველა მაინც ბოლოს მოდის პლასტიკურ ქირურგიაში და ყველა მაინც ბოლოს რინოპლასტიკას იკეთებს და ეს უკვე ჩვენთვის სხვა სირთულეებთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ როცა გეუბნებიან აი 2-3 წლის წინ მაქვს ფილერი გაკეთებული, ცხვირს ხსნით თუ არა, ეს ჟელატინისებრი ყვითელი მოთეთრო მასა მაინც მოდის იქიდან, ხტილის სტრუქტურები მთლიანად შეცვლილია, აი რომ განახათ უბრალოდ რა საშინო მდგომარეობაში ამ დროს გახსნილი ცხვირი, გული შეგიძლებათ ესე რომ. ბაია, როგორც ითქვა, ფილერი ბოლომდე არ იწოვება, ხო, განსაკუთრებით კი ცხვირიდან. და მე ეს ფილერი შესაძლოა დაიწყოს ამან ასე ვთქვათ მოძრაობა, გადაადგილება, ხო? წავიდეს ცხვირისკენ, ამიტომაც არის ხოლმე რომ უფრო მეტად შედეგები, ხან უფრო მეტად წვერს აწვება, უფრო გაზრდილი ეჩვენება ცხვირი, არა, ვიდეს თვალთან და იმოძრაოს, თუმცა თქვენ ამბობთ, რომ ამას ეწინააღმდეგებით ნებისმიერ შემთხვევაში ცხვირის მიმართულებით. ნებისმიერ შემთხვევაში ყოლია პაციენტი, როდესაც აი აქ ქონდა წასული ფილერი. გადაინაცვლა უკვე ყრიმალებისკენ. და ეს რეალურად სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი გარემოებაა? რა თქმა უნდა, არის, წარმოიდგინეთ, რომ თუ მოხდა ნეკროზი. ნეკროზი რა არის? კვდომა. ეს რას ნიშნავს? რომ უნდა მოკვეთო ეს ადგილი და მე უკვე რთული რეკონსტრუქციული ოპერაცია თავისი გადანერგვით, როგორც ხრტილოვანი თვალსანაც იქმნება ხოლმე პრობლემებს. მენია, რომ შესაძლებელია დაიკარგოს ხედველობა, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლე. სიმართლეს შეესაბამება, თუ მოხვდი იმ სისხლძარღვს, სადაც არ უნდა მოხვდე, აუცილებლად შეესაბამება სიმართლეს. და თქვით ის რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ასე ვთქვათ ფილერის შემდეგ მაინც აბოლოოდ მოდიან პლასტიკურ ქირურგებთან, ხო? აუცილებლად ფილერი თქვენ უკვე მე ბევრი ბარიერი გხდებათ, ხო, რა პრობლემას აწყვეტებით ამ შემთხვევაში. მთლიანად ცხვირის შინაგანი სტრუქტურები მთლიანად შეცვლილია. გაუხეშებულია, შიგნით ნემს რო აკეთებ, ისედაც რა ხდება, კანის მიკროტრავმა და შენ შიგნით კიდე როდესაც აი ამ ფილერს, ეგრეთ წოდებულ ფილერს შემავსებელს უშვებ შიგნით, მთლიანად გადაგვარება ხდება ქსოვილების. აი იმ ხრტილების, რომლითაც შენ უნდა ააწყო და გაალამაზო ცხვირი, იმ კეხის, იმ ძულოვანი და ხრტილოვანი ნაწილის, ამიტომ ყველანაირად შედეგზე რა თქმა უნდა მოქმედებს, თუ ვთქვათ, პირველად რინოპლასტიკას კარგ შედეგს დაუდებ, აი უკვე უფილერო შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ფილერიან შემთხვევაში უკვე უფრო რთულია კარგ შედეგზე საუბარი, იმიტომ რომ თვითონ აქ ხო ზევიდან კანი ადევს, აი ამ ყველაფერს მარტივად ხსნი, ის კანიც უკვე შეცვლილია. სტრუქტურა მთლიანად შეცვლილია. ერთი რამ უნდა ითქვას ასევე, რომ ზოგადად თუ არ ვწდები, ფილერის შემთხვევაში ვერასდროს ვერ მივიღებთ ისეთ შედეგს, როგორც მოხდეს ქირურგიული ჩარევა. ხო, იმიტომ რომ რაღაც კონკრეტულ როგორც ვახსენეთ, კონკრეტულ ადგილებში შედის და კონკრეტული ზონების კორექცია შეიძლება მოხდეს ისიც მცირედით. და ისიც მე თუ მკითხავთ არანაირი კორექცია. და არანაირი კორექცია. და თან რაღაც კონკრეტული შეზღუდული დროით ხორციელდება, ხო, ეს უნდა კი, მაგრამ აი მაგალითად თუ ჩვენ ვაკეთებთ ფილერს ტუჩში, ისგავე ყრიმალში, აქ ფლებში ყველგან, სადაც ვაკეთებთ ხო ფილერს, იმას აქვს გარკვეული ვადა, ხო, 8 თვე, 6 თვე, 1 წელი. ცხვირში ხო ამბობენ, რომ უნდა გაიწოვოს და რამდენი 2 წლინახევრის 3 წლიანი ცხვირი გაგვიხსნია და მაინც გადმოსულა ეს ჟელატინისებური მასა შიგნიდან, რომელიც უკვე შეხორცებულია ირგვლივ მდებარე ყველა სტრუქტურასთან და შენ გიწევს მე მაკრატლით ამის ნელ-ნელა აშრევება და ხო, ძალიან შეწუხდა ეს დეტალები არ იცოდა. კი, ძალიან რთულია ერთი სიტყვით და ნუ მე სხვაგან კი ბატონო გოგოებო, ბიჭებო, გაიკეთეთ სადაც გინდათ, მაგრამ ცხვირს მოერიდეთ და ცხვირი ვისაც არ მოწონს, თავისი უმჯობესია მიმართოს ქირურგს.
ასევე აი ჩემი დაკვირვებით ხო ძალიან ხშირია ერთის მხრივ ხშირია და მეორეს მხრივ სახიფათო არის თვითონ ინფექციის კურთხით ხო და ალერგიული რეაქცია. აი ის გოგონა რომელზეც თავში გკითხეთ, ჩემი აზრით აღონდა რა თქმა უნდა მე სამედიცინო არ გამეგება, იყო ალერგიული რეაქცია გარკვეულწილად ხო? ალერგიული რეაქცია შეიძლება იყოს ყველგან. ეს არის ორგანიზმის ინდივიდუალური რეაქცია ამა თუ იმ პრეპარატზე. არ აქვს მნიშვნელობა სად შეიყვან, კანქვეშ, ტუტში თუ სად შეიყვან, არ აქვს მაგას მნიშვნელობა თუ ცხვირში. უბრალოდ, რისკი ორივეგან ერთნაირია, როგორც ცხვირში შეყვანის, ასევე ტუტში. ანუ ალერგიული რეაქცია არის ორგანიზმის ინდივიდუალური რეაქცია. თუმცა რო დავაკვირდეთ, ისევ ქირურგიულ ჩარევას რომ შევადაროთ, ქირურგიული ჩარევის დროს უამრავი კვლევა ტარდება მანამდე სანამ ქირურგიულად ჩაერევით. ტვის ღერიდან კი, შესაბამისად ვიკვლევთ პაციენტებს. პრეპარატზე ალერგიულობა ასე შემდეგ და ამ ხრივას დაცულები ვართ, ხო მართალია? უბრალოდ ეს უბრალოდ ბოდიშ შეგაწყვეტინე, უფრო მარტივია ხალხისთვის, გესმით, უფრო მისაღებია. იქ უნდა სამსახური გადადო უცებ ხდება, მაგრამ უცებში ბევრ რამეს კარგავს. და ნუცამ, იმიტომ რომ ხშირი შემთხვევაში მე მაგალითად ჩემი მეგობრების შემთხვევებს რო გადავხედო, ეშინიოთ ხოლმე ქირურგიული ჩარევის და ამ შემთხვევაში ხო ჩვენ რასაც უყვებით და ვამბობთ, რომ ქირურგიული შემთხვევა გაცილებით უსაფრთხოა, იკვლევენ ყველაფერს, ამის შემდეგ კეთდება ოპერაცია და ფილერმა შეიძლება ბევრი უკუჩვენება და ბევრი არასასურველი შედეგი გამოიწვიოს. კი, ელემენტარული ფილერის დავამშვიდოთ ამ კუთხით ჩვენი პაციენტები, მომავალი პაციენტები. სინჯებს არაფერს არ იკეთებ, ხო მართალი ვარ. და აქ კიდე სინჯი კი არა, რა ვიცი ყველაფერი. ყველა დეტალი მოწდება ძალიან ბევრი. მე მგონი აქ სავარი აღმოჩნდა ეხა ინფორმაციის გავრცელება, იმიტომ რომ მე ჯერ არ ფიქრობდი ეგეთ რაღაცების გაკეთებას, არასდროს მაღაზე ხო აღარ ვიფიქრებ, ეხა ისეთი რაღაცები მოგვიყვება, მადლობა დიდი. ძალიან დიდი მადლობა, მე მგონი ჩვენს ყველა ინფორმაცია დეტალურად მიმოვიხილეთ.